თუშეთში სოფელ ომალოში თუშეთობა 2025 გაიმართა. თუშეთობა ტრადიციულად დოღით დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების ინდივიდუალური შემსრულებლებისა და დების ვიადაურების კონცერტი გაიმართა. მოეწყო თექისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა თუშეთის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა. დღეს ვიმყოფებით თუშეთში, სადაც ტრადიციულად იმართება თუშეთობის დღესასწაული. ეს დღესასწაული 10 წლებია, რაც სათავეს იღებს ჩვენ მუნიციპალიტეტში და ყოველწლიურად ტარდება ზაფხულის პერიოდში. წელს განსაკუთრებით ხალხმრავლობა გვაქვს დღესასწაულზე. როგორც ადგილობრივები, ასევე მობრძანებულები არიან ძალიან ბევრი ტურისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან. გაიმართება ტრადიციული დოღი, თავისი დაჯილდოებით, ასევე გვექნება მუსიკალური ნაწილიც, რომელშიაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი შემსრულებლები, ასევე მოწვეული სტუმრები, მომღერლები. დღეს მნიშვნელოვანი დღეა თუშებისათვის, მთლიანად თუშეთისათვის, იმიტომ რომ ჩატარდა თუშეთობა 2025 ანუ მეცხვარის დღე და ტრადიციულად გაიმართა დოღი, გაიმართა გამოფენები, ადგილობრივი ხელსაქმისა, ადგილობრივი მეწარმეების მიერ ჩართული იყო უამრავი ახალგაზრდა, ჩართული იყო ჩვენი სამსახურიც ამ გამოფენაში და ვისურვებდი, რომ მსგავსი დღესასწაულები თუშეთში ყოველწლიურად იმართებოდეს. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, რადგან დღეს ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ საქართველოს მასშტაბით გავაცნოთ ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურა და ჩვენი პროდუქცია და კიდევ უფრო დიდი პოპულარიზაცია გავუწიოთ თუშეთს და ჩვენს კულტურას.